ქართული პოლიტიკური სპექტრი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ მასალას ეხმაურება. ეროვნულ დემოკრატები ოქრუაშვილის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ. კონკრეტულად რა განცხადებები გაკეთდა თბილისში, როგორია უმრავლესობისა და ოპოზიციის შეფასება, ამას ნინო სამყურაშვილი გვეტყვის. ეროვნულ დემოკრატიული პარტია ითხოვს სამართალდამცველებს მთხოვს, რომ კაცრად იყოს გამოძიებული ყველა ის ქმედება, რომელსაც ადგილი ჰქონდა ქართული პარტიის და ქართული პარტიის ლიდერის მხრიდან ბოლო თვეების განმავლობაში. ასევე ფაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ აუცილებელი არის დადგეს ირაკლი ოქრუაშვილის არა მარტო პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი და ამისათვის აუცილებელია, რომ ქართულ მხარემ მოსთხოვოს საფრანგეთს, რომ მოხდეს ირაკლი ოქრუაშვილის ექსტრადირება საქართველოში, რადგანაც ოპოზიციონერთა განცხადებით ქართული პარტიისა და მისი ლიდერის ქმედებების სხვა არაფერია თუ არა პირადი ინტერესების სახელმწიფოებრივ ინტერესებზე მაღლა დაყენება. ქვეყნის ხელისუფლებამ სახელმწიფომ უნდა მოახერხოს, რომ სამართლებრივ საფუძველზე მოხდეს ამ ადამიანების გასამართლება. ეს ეხება არა მარტო დაბალ და საშუალო დონეზე მონაწილე ადამიანებს, არამედ ის ადამიანები, ვინც ამის სათავეში დგას. ამ შემთხვევაში არის ირაკლი ოქრუაშვილზე საუბარი და ეს ნამდვილად არ იყო დამალვა თუ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო. უკვე ამ ახალი გარემოებიდან გამომდინარე მე მიმაჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფომ საფრანგეთიდან უნდა მოითხოვოს ირაკლი ოქრუაშვილის გადმოცემა და ეს უნდა წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე. ჩვენი დამოკიდებულება, ქრისტიან დემოკრატების დამოკიდებულება ამ პოლიტიკური გუნდის მიმართ ცნობილია საზოგადოებისთვის. ჩვენ არ ვამართლებთ არც იმ გზას, რომელსაც ეს პოლიტიკური გუნდი გვთავაზობს პოლიტიკური ბრძოლის ერთადერთ მეთოდად, არც იმ მიზნებს, რომელსაც ეს გუნდი ისახავს და შესაბამისად არც ამ ოპერატიული ინფორმაციის თუ ამ ოპერატიული მასალის ნახვის შემდეგ ჩვენი დამოკიდებულება არ შეცვლილა. დღეს რაც ვიხილეთ, ეს არის ნათელი გამოვლინება იმისა, თუ როგორ შეუძლია პოლიტიკოს თავისი საკუთარი ამბიციები და საკუთარი ინტერესები დააყენოს ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა და ეს არის ამ ხელისუფლების ზოგადად სტილი, როდესაც ყოველთვის თავისი პოლიტიკური ინტერესები და არა სახელმწიფოებრივი ინტერესები დგამს ნაბიჯებს და სწორედ ამ ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი გახლავთ ბატონი ოქრუაშვილი წარსულში. უმრავლესობა კი აცხადებს, რომ ქართველი სამართალდამცველების კარგი მუშაობით სახელმწიფომ თავიდან აიცილა მაისში სამხედრო პროვოკაციები, ხოლო ქართულ პარტიას და მათ ლიდერებს კი თავიანთი გეგმის განხორციელების საშუალება პირველ რიგში ქართულმა ხალხმა არ მისცა. მზადდებოდა მძიმე სამხედრო პროვოკაცია და კოორდინირებული თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე. ამის თავიდან არიდება მოხერხდა როგორც პოლიტიკური ელიტის მობილიზებით, ქართული საზოგადოების მობილიზებით და ასევე სამართალდამცავი ორგანოების მწყობრი და ეფექტური მოქმედებებით. ქართული საზოგადოებისთვის ცხადია, რომ ეს ადამიანი შეუძლებელია უკვე მომავალში განიხილებოდეს ჩვენი საზოგადოების ნაწილად, ჩვენი პოლიტიკური სივრცის ნაწილად, იმიტომ რომ სრულად ცხადად გამოჩნდა, რომ ეს არის კოლაბორაციონისტი და რენეგატი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ასრულებდეს სხვა ქვეყნის პირდაპირ მითითებებს და დავალებებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. უკვე ნათელი იყო, რომ იგი მოქმედებდა არა თავისი შეხედულებებით, არამედ ხალხისთვის, არამედ ერთ-ერთი რა არის დასამალი რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით. კიდევ ერთხელ მიუთითებს ეს კადრები იმაზე, რომ ჩვენი შესაბამისი სამსახურები მაგ საუბარი შინაგან საქმეთა სამინისტროზე მის ოპერატიულ მუშაობაზე, რომ აღკვეთილი იქნა ის ცდილობები, რაც ცდილობებიც ჰქონდა და ყველასთვის მეგონი ცნობილია, რომ რუსეთის დამოკიდებულება რა არის, რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის საქართველოს მიმართ, და არ არის საუბარი იმაზე, რომ მათ არ მოწონთ ეს ხელისუფლება, ან ხელისუფლებასთან აქვს პრობლემა. მთავარი მათი პრობლემა არის საქართველოს დამოუკიდებლობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქმეზე დაკავებული არის 8 პირი, მათ შორის რამდენიმე არის ქართული პარტიის წევრები, რამდენიმე მათგანი კი იწებნება და მიმავლაშია. ეს ნინო სამყურაშვილი იყო. თავად ქართულ პარტიაში კი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს აბსურდს უწოდებენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ეროსი კიცმარიშვილის თქმით, მასალა მთლიანად ფალსიფიცირებულია. ისევე განმარტებით დაკავებულთაგან ქართული პარტიის წევრი მხოლოდ 2 პირია. დანარჩენებს კი ირაკლი ოქრუაშვილთან კონტაქტი წარსულში ჰქონდათ. ყველაფერი რაც იქ რაზეც საუბარია დაწყებული ვთქვათ. ყველაფერი რაც იქ რაზეც საუბარია დაწყებული ვთქვათ. რაღაცა ხუმბარების ამოთხრით, ირონიას იწვევს ის რაც აჩვენა შესესემ ქართული პარტიის პოზიციით
არის თავიდან ბოლომდე ფალსიფიცირებული. ირაკლი ოქროაშვილთან სატელეფონო საუბარის აუთენტურობა ასევე დაამტკიცოს მერაბიშვილმა. ჩვენ არც ვაპირებთ ამ სერიოზულად ამ თემაზე საუბარს. აბსურდზე კომენტირება ვანო მერაბიშვილთან. ვიცოდი თქვენი პარტიის წევრები ირაკლი ოქროაშვილს ვლადი კავკასიაში. მე მგონი დაგიდასტურეთ რომ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გიმეორებთ. ყველაფერი რაც თქვენ მოისმინეთ არ იმსახურებს სერიოზულ კომენტარს. ოქროაშვილის დაჯგუფების წევრებს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულ 8 პირს უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების ფორმირება ბრალდება. სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ დაკავებულთა ადვოკატები, რომლებმაც პროცესზე დააყენეს გირაოს შეფარდების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლომ ის არ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. ახლეთი ღონისძიება ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ, ვინაიდან ვთვლით, რომ ახლეთი ღონისძიება პატიმრობა იქნა დაუსაბუთებლად გამოყენებული, ვინაიდან საქართველოს სისხლისამართლის საპროცესო კოდექსი პირდაპირ უთითებს, რომ თუ ნაკლებად მკაცრი ახლეთი ღონისძიებით უზრუნველყოფილი იქნება გირაოს მიზნები, ახლეთი ღონისძიების მიზნები, ასეთ შემთხვევაში უნდა იქნეს გამოყენებული ნაკლებად მკაცრი ახლეთი ღონისძიება, რაც სასამართლომ არ გაიზიარა და მოგდა წინააღმდეგობაში კანონის ამ კონკრეტულ მუხტთან. კახა ტერაშვილის მიმართ წარდგენილი იყო ბრალი 226 ნაწილის პირველი და მეორე ნაწილები მის მიმართ ახლეთი ღონისძიების სახით ჩვენს მიერ მოთხოვნილი იქნა შუამდგომლობის სახით დაყენებული ახლეთი ღონისძიება გირაოს სახით მის ძმას ალბათ სავარაუდოდ დღეს წარედგინება ბრალი და ალბათ მის მიმართაც ახლეთი ღონისძიების შეფართება მოხდება დღეს. ირაკლი ოქროაშვილი საქართველოში ჩამოსვლით ბევრჯერ დაიმუქრა, თუმცა მისი გეგმა განუხორციელებელი დარჩა. ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლას ქართული პარტიის ლიდერი რა თქმა უნდა მარტო არ აპირებდა. გეგმის მიხედვით მის გვერდით არა მარტო მისი ქართველი თანამოაზრეები, არამედ რუსული სპეცდანიშნულების რაზმის დანაყოფიც უნდა ყოფილიყო. კონდაზორის დეპარტამენტის მიერ დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის რამოდენიმე წევრი დაკავშირებულია ქართულ პარტიასთან. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური გადმოგცემთ აუდიო და ვიდეო მასალას და მოგაწვით ინფორმაციას იმ გეგმების შესახებ, რომლებიც დაკავებული ჯგუფის წევრებს მაისის თვის ბოლოსთვის უნდა განახორციელებინათ. მასალა, რომელთაც ირაკლი ოქროაშვილის გეგმის დეტალები გახდა ცნობილი შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო ბრიფინგზე გაავრცელა. გამოძიების ინფორმაციით, ქართული პარტიის ლიდერმა საქართველოში არეულობის მოსაწყობად საკმაოდ სერიოზული დაჯგუფება შექმნა, რომლის დიდი ნაწილი მისივე დაფუძნებული პარტიის წევრები იყვნენ. ოქროაშვილის ჩაშლილ გეგმაზე დაჯგუფების დაკავებულმა წევრებმა აღიარებით ჩვენებებში ისაუბრეს. 22-ში დამირეკა კახა ტერაშვილმა და მითხრა, რომ 12-ის ნახევარზე ყოფილიყავი თბილისში უზნაძის 13-ში განთავსებულ ოფისში, ქართული პარტიის ოფისში. მე ჩამოვედი 22-ში ქართული პარტიის ოფისში 13-ში, რომელიც შემხვდა კახა ტერაშვილი და შემოხვედრა ლევან ტერაშვილთან თავის ძმასთან. მის მერე მითხრა, თუ მქონდა მართვის მოწმობა და თუ შევძლებდი ზილის მართვას. მე დავთანხმდი, რომ შევძლებდი ზილის დარებას და მქონდა მართვის მოწმობაც. ამის მერე მან გადმომცა ზილის საფასური ფული, რომელიც უნდა მიმეტანა ზილის პატრონთან და გამომესყიდა ეს მაგა. ამის მერე ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ამ ზილით აპირებდნენ, როცა გადმოვიდოდა ირაკლი ოქროაშვილი 200-მდე შეიარაღებული სპეცნაზელით საქართველოს ტერიტორიაზე, გარკვეული ნაწილი ჩასვავდა ამ ზილში და მიიყვანდა ქართულ საგუჟაკომდე მალულად. ეს ავტომანქანა ზილი წავიყვანა ჯარიაშენში, ავედი სოფელში, სადაც დამხვდა კახა ტერაშვილი. ზილი დავაყენე სოფლის ერთ-ერთ ეზოში, რის მერეც დავბინავდით მიტოვებულ ბინაში. 22-ში ღამე ჩამოვიდნენ ეს 5 პიროვნება, მარხას გაგაშვილი, ყოფილი გუბერნატორი მიშა ქარელის დაცვის ბიჭები, ხვიჩა მაჭარაშვილი და გია პავლიაშვილი. მას ახლდათ კიდე 2 პიროვნება,
რომლებიც შემოვიდნენ ჩვენთან ამ ბინაში და დარჩნენ 22-ში. როგორც ჩემთვის ნობილი გახდა მალხაზ გაგაშვილის თქმით აპრილის თვის ბოლოს თვითონ და თამაზ ბეგიაშვილი გადავიდნენ სოფელ სემუარცევში, სადაც დახვდათ ყოფილი სამხედრო პოლიციის უფროსი ხვიჩა საბაშვილი, რის მერეც ორ რუს ოფიცერთან სამხედრო ფორმაში ჩაცმული ავტომანქანა ვილისის მარკის ავტომანქანით, რომლებიც სარგებლობდნენ FSB-ს მოწმობით, გადაიყვანა ორჯონიკიძეში. ეს სამი პიროვნება ორჯონიკიძეში მიიყვანა ერთ-ერთ შენობაში, კაკაშვილის თქმით დახურული და წარწერების გარეშე, დახურული შესასვლელით ავიდნენ, სადაც შეხვდნენ ირაკლი ოქრუაშვილს. ირაკლი ოქრუაშვილს ახლდა ერთი ქართველი პიროვნება, რომელსაც არ ცნობდნენ და ორი რუსი პიროვნება სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული. რის მერეც ოქრუაშვილმა დაავალა ადმინისტრაციული საზღვრებზე განლაგებული ქართული პოლიციის საგუშაგოების კოორდინატების გაგება. თვითონ კაკაშვილმა, თამაზ ბეგიაშვილმა და დათო ჯარმელიშვილმა, ყოფილი ფინანსური პოლიციის თანამშრომელმა, ეს კოორდინატები გააკეთეს და გადაცეს ეს ინფორმაცია. კაკაშვილის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი აპირებდა დაახლოებით 200 რუს სპეცნაზერთან შემოსვლას, თანხლებით შემოსვლას, სადაც დახვდებოდნენ 20-მდე შეიარაღებული ქართველი ჯგუფი, რის მერეც უნდა განახორციელებინათ საგუშაგოების განიარაღება. ერთ-ერთ საგუშაგოზე ზილის მარკის ავტომანქანით შესვლა როგორც ცარიელი და შემდეგ განიარაღება. ამის მერე კაკაშვილის თქმით აპირებდნენ გორში მდებარე სპეცნაზის შენობისთვის და სამმართველოს, შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს პოლიციაზე თავდასხმას. დაკავებულების ჩვენებით ვლადიკავკაზში გამართულ შეხვედრას მხოლოდ ოქრუაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრები ესწრებოდნენ. მათ შორის იყო შიდა ქართლის სატყეოს ყოფილი უფროსი მალხაზ კაკაშვილი. ის ამ დროისთვის მიმალვაშია, მაგრამ ცნობილია, რომ ოქრუაშვილის გეგმის დეტალები დაჯგუფების დანარჩენ წევრებს მან გააცნო. წლის 22 მაისს დამირეკა მალხაზ კაკაშვილმა დამთხოვა შეხვედრა სოფელ ახალუბანში, რომელიც მდებარეობდა უსულს სოფლებთან ახლოს. მალხაზ კაკაშვილმა მითხრა, რომ ამ ცოტა ხნის წინ შეხვდა ირაკლი ოქრუაშვილს ქალაქ ორჯონიკიძეში, რომელმაც უთხრა, რომ აპირებდა საქართველოს ჩამოსვლას რუს ჯარისკაცებთან ერთად, როდესაც დაიწყებოდა მიტინგობა, ხელისუფლების შეცვლას აპირებდა და ჩამოდიოდა საქართველოში ოსური სოფლების მხრიდან. 16 მაისს დამიკავშირდნენ მალხაზ კაკაშვილი, გაუვარეთ ბეგიაშვილს, მივედით მე გაბროშვილთან და წამოვიყვანე ჯარიაშენში და უნდა გადასულიყვნენ არცევში, იქიდან წასულიყვნენ ვლადიკავკაზში. 3 დღის მერე დამიკავშირდა მალხაზ კაკაშვილი ქალაქ გორში, რომელსაც შეხვდი და ავიყვანე თავის სახლში. მან გზაში მითხრა, რომ შეხვდა ირაკლი ოქრუაშვილს და ისე უბრეს ესეთ გეგმებზე, რომ უნდა
წამოსულიყვნენ ოსური სოფლების გავლით და შემოსულიყვნენ ჩვენ ტერიტორიაზე რუს სპეცნაზთან ერთად. ის ასევე მთხოვდა რომ გამეგო სად იყო ქართული საგუშაგოები განლაგებული და ხომ არ გაძლიერდა ის საგუშაგოები. 20 მაისს ჩემთან სოფელ ჯარიაშენში ამოვიდა კახა ტერაშვილი, მასახლა გიორგი საათაშვილი ავტომანქანა ზილით. მათ ვთხოვეს მანქანის სოტახნით ჩემთან გაჩერება. მანქანა გავაჩერებინე, მივიწვიე სახში არ შემოყვნენ. ჩვენ გვირჩენიო მარტო ყოფნა. გადავიყვანე ვიზაჩემის მიტოვებულ სახში, ცოტა ხანში ამათ დაემატათ 5 პიროვნება. ჩემ კითხვაზე კახა ტერაშვილმა მიპასუხა ეს 5 პიროვნება ელოდება ირაკლი ოქრუაშვილის, რომელიც უნდა შემოვიდეს ცხინვალიდან დაახლოებით 200 რუს სპეცნაზელთან ერთად. მანქანაც მაგიტომ სჭირდებათ, რომ ეს რუს სპეცნაზელები გადაადგილებულიყვნენ ქართულ ბლოკ საგუშაგოებისკენ, მოეწყოთ თავდასხმა, მის მერე აეღოთ კარალეთის ბაზა და გორის პოლიცია. ვინაიდან მეორე დღის გაძლიერდა ქართული გააძლიერდა სოფელ ჯარიაშენში პოლიციის პატრულება, ამათმა მიატოვეს ის ადგილი და წავიდნენ რუსების კონტროლირებულ ტერიტორიისკენ ზემო არცევისკენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღესვე ვლადიკავკაზის შეხვედრის შემდეგ განხორციელებული სატელეფონო საუბრების ჩანაწერები გავრცელა. საუბარი 23 მაისსაა ჩაწერილი, ანუ იმ დროს, როდესაც ქართული პარტიის განცხადების თანახმად ოქრუაშვილის ჩამოსვლამდე 2 დღე იყო დარჩენილი. გეგმის მოსამზადებელი პერიოდით ირაკლი ოქრუაშვილის მარჯვენა ხელი, მისი ნათესავი და თავდაცვის მინისტრობის დროს უწყების გენერალური ინსპექციის უფროსი იოსებ გიგუაშვილი ინტერესდება. საუბარში თავად ოქრუაშვილიც ერთვება. ყველაფერი კარგად არის ახლა. კი. ხოთა გიყვანა და ნამე თილად. კი, ესეთ ვარ. კი. კაი. მოიცა ხახანი. მოიცა. ხო. ალო. ხო, გამონს. დალაგები? კი. დალაგები თუ ისეა? არა, ესეთ ვარ, კარგად ვარ. ყველაფერი დასია? კი. хорошо. კარგი. იმავე დღეს განხორციელებული მეორე ზარით კი მალხაზ კაკაშვილი იოსებ გიგუაშვილს საფრთხილებს, რომ ოქროშვილის გეგმა საფრთხის ქვეშაა. როგორ ახლა? მომისმინე. შენა წამოვედი, აქ ვარიანტი არ არსებობს, აქ უკვე ძებნა დაგვიწყეს, კაიგე და უნდა გადავიდეთ იქით და უკვე იქ იმ ტერიტორიაზე ვართ. რა ხდება იქ მოძრაობა სერიოზული? ოჰო, დიჟენიობენ, რავი, კაროჩე. მან ხო იჭერს ეგ ტელეფონი, ასე გადახოთ. ხო. და მომხედე ისა, რა ვქია, ჯარი მომდეთ მოიყვანეს, თუ არა? ეხლა ამ საღამოთი არაფერი არ ყოფილა, მარტო შემოვიდა მანქანა ისა, სოდის მანქანა შემოვიდა, კაროჩე დადიოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღესვე ქართული პარტიის წევრების ძმების ლევან და კახა ტერაშვილების სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელა. გამოძიების ინფორმაციით საუბარი 26 მაისსაა განხორციელებული, ანუ იმ დროს, როდესაც დაჯგუფების წევრებმა უკვე იცოდნენ, რომ ოქრუაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა გადაიფიქრა და შესაბამისად მისი გეგმაც აღარ განხორციელდებოდა. და კენ წამოხედი? ის წამოვიდა ჯერ შუაძის იმასრეს მომეწონს ალბათ. წავიდა ისა? ხო, ის გავიდა და შეჯერებით პროვინც ისა გადაკეტილებია რა. არ არის პრობლემა რაც. მოვჭით თესვას, ხო? დაითესა ყველაფერი. თან პატარა ხო, გუშინ მოვჭით მეთქი. გესმის ეს? წამოდი, ხო და წამოდი. ხო, წამოვალ. хорошо. გამოძიების ინფორმაციით ოქრუაშვილის დაჯგუფების წევრები ტელეფონით განსაკუთრებული სიფრთხილით საუბრობდნენ. ისინი ძირითადად სიტყვებს არაპირდაპირი მნიშვნელობით ხმარობდნენ ან ქარაგმებს იყენებდნენ. ამ შემთხვევაშიც სიტყვა დათესვაში ძმები ტერაშვილების სამართალდამცველების ცნობით იარაღის დამალვას გულისხმობდნენ, რომელიც პოლიციამ მიწაში დამარხული იპოვა. ოქრუაშვილის დაჯგუფებას რამდენიმე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ყუმბარმტყორცნები და დიდი ოდენობით ტყვია წამალი ჰქონდა ნაყიდი.
დაკავებულთა შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა. უწყება იმ სქემასაც ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ცნობილი ხდება ოქრუაშვილის დაჯგუფების წევრთა ვინაობა. სქემის მიხედვით ერთ-ერთი საკვანძო პირია იოსებ გიგუაშვილი, რომელიც ოქრუაშვილის მინისტრობის დროს თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციას ხელმძღვანელობდა. სწორედ მან გაუწია კოორდინაცია ვლადიკავკაზში ირაკლი ოქრუაშვილთან შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობდნენ გიორგი გაბროშვილი, ოქრუაშვილის დაცვის ყოფილი წევრი, თამას ბეგიაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი უფროსი და მალხაზ კაკაშვილი, შიდა ქართლის სატყო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, რომელიც ამავდროულად უშუალოდ ხელმძღვანელობდა ეგრეთ წოდებულ არცევის ჯგუფს. ეს სამივე პირი ამჟამად იმალება. არცევის ჯგუფში შედიოდნენ წარმოშობით ამ სოფლის მკვიდრები: ბონდო კაკაშვილი, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც დაკავებულია; ზაზა ბეთლემიძე, მიხელ ქარელის დაცვის ყოფილი უფროსი; გაბრიელ პავლიაშვილი, ქარელის დაცვის ყოფილი წევრი და დავით ჯარმელაშვილი, სამხედრო პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსი. ამ ჯგუფის პარალელურად ლევან ტერაშვილი, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი აპარატის უფროსი და ქართული პარტიის აღმოსავლეთ საქართველოს მიმართულების კოორდინატორი უშუალოდ ხელმძღვანელობდა ეგრეთ წოდებულ ჯარიაშენის ჯგუფს, რომლის წევრებიც დაკავებულები არიან. ესენი არიან კახა ტერაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, გიორგი საათაშვილი, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი და დავით შიუკაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი თანამშრომელი. გამოძიების სქემაში კიდევ ორი გვარი ფიგურირებს. ესენია ხვიჩა საბაშვილი, შიდა ქართლის სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი, რომელიც იმალება და შალვა საბაშვილი, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც უკვე დაკავებულია. მიხელ სააკაშვილი ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის მიწვევით ბრიუსელში იმყოფება. საქართველოს პრეზიდენტი ევროპის სახალხო პარტიის სამიტს ესწრება. ნაციონალური მოძრაობა ევროპის სახალხო პარტიის ასოცირებული წევრია და მიხელ სააკაშვილი ყრილობაზე სპეციალური სტუმრის სტატუსითაა მიწვეული. სააკაშვილი უკვე შეხვდა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს ვილფრედ მარტენსის. სამიტის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრა, რომელზეც ევროინტეგრაციისა და რეგიონში უსაფრთხოების პრობლემები განიხილეს. ევროპის სახალხო პარტიის ყრილობა ყოველ წელს ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე იმართება, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და არაწევრი სახელმწიფოების მეთაურები იკრიბებიან. ლიდერები სწორედ იმ საკითხებს განიხილავენ, რომლებიც ევროკავშირის სამიტისთვის იქნება პრიორიტეტული. კერძოდ, ევროკავშირის ფინანსური კრიზისი და შენგენის ქვეყნების პრობლემები. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში დღის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ლიტვის ელჩს შეხვდება. ეგვიპტიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქე თბილისში უკვე ჩამოვიდა. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით გიორგი მოსიძე ეგვიპტელმა სამართალდამცველებმა ეგვიპტე-ისრაელის საზღვარზე გასული წლის დეკემბერში დააკავეს. აყვანის დროს მესაზღვრეებმა ცეცხლი გახსნეს და მოსიძე ორივე ფეხში დაიჭრა. მთელი ეს პერიოდი დაკავებული ციხის საავადმყოფოში იმყოფებოდა. გიორგი მოსიძე საქართველოში დიპლომატიური უწყების დახმარებით გამოემგზავრა. როდის მოხდა თქვენი დეპორტირების გადაწყვეტილება, როდის მიდიბეს რომ უნდა გამოეშვათ? ვერაფერს ვერ გეტყვით. რახან ინჯექციის ციხეში ეს მაინც როგორ ხარ შეიძლება? ეხა როგორ მოხავს? ხო, კარგად. ორივე ფეხში იყავით დაჭრილი? დიდობის ხიდზე გამლელებმა 50-მდე წლის მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. მას ცეცხლსასროლი იარაღი თავის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული. გამოძიება უკვე დაწყებულია. სამართალდამცველები მიმდებარე ტერიტორიაზე მკვლელობის იარაღს ეძებენ. გაგიგეთ ვერსია რა მოხდა რა მოხდა? თქვენც არაფერი არ გენაცვალეთ. საერთოდ არაფერი არ გამიგია. სულის მანამდენივე არ გაგიგიათ? არ ვიყავი, ეხლა მოვედი აქ. წარმოდგენა არ მაქვს, სად მოხდა ისიც არ ვიცი. მოულოდნელი არქეოლოგიური აღმოჩენა კახეთში. რამდენიმე წუთში დეტალები კურიერში. კურიერი განაგრძობს პირდაპირ ეთერში მუშაობას. გორგასლის გვირაბი, დიდუბეს საბურთალოს ხიდი, მეტროსადგური უნივერსიტეტი და თბილისი რუსთავის გზის მოდერნიზაცია. დედაქალაქის პრიორიტეტული სატრანსპორტო პროექტები შერჩეულია. 4-ვე გეგმას აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს. საკრედიტო ხაზი უკვე დამტკიცებულია და $300 მილიონ შეადგენს. ამ პროექტების პრეზენტაციას დღეს თბილისის მერი გიგი უგულავა, რეგიონული განვითარების მინისტრი და აზიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ. პროექტი ერთიანობაში არის უმნიშვნელოვანესი იმისათვის, რომ თბილისის სატრანსპორტო სისტემა გახდეს ბევრად უფრო გავლადი. ამას თუ დაუმატებთ პროექტს, რომელიც რკინიგზის გადატანას ითვალისწინებს და ამას თუ დაუმატებთ ასევე ეხლა დაპროექტების სტადიაში მყოფ პროექტს
თბილისის ტრამვაის სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით ერთიანობაში ჩვენ ვიღებთ იმ ინფრასტრუქტურას, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ უფრო და უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვა. ეს ინფრასტრუქტურა არ არის ცალკე აღებული ხიდი, გზა, გვირაბი ან ტრამვაი. ეს ერთიანობაში ქმნის იმ ბაზას, რაც ქალაქისთვის აუცილებელია იმისათვის, რომ ინვესტიცია მოიზიდოს სამუშაო ადგილი შექმნა. ეს არის პროექტები, რომელსაც ამ წლის დასასრულიდან და მომდევნო წლებში განვახორციელებთ. ეს არის პროექტები, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია, ეს ურბანული პროექტები, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია და ეს არ არის მარტო თბილისს ეხება თავისთავად, მე მინდა გითხრათ, რომ ეს პროექტები და ნაპირის ამაღლების შეეხება ანაკლიას, ფოთს, ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ პროექტის პარკებში განხორციელდება თბილისი-რუსთავის გზა და 3-4 კვანძი თბილისში მნიშვნელოვანი, რომელიც საბოლოო ჯამში უამრავ პრობლემას გადაადგილების საშუალებებასთან დაკავშირებით მოუხსნეს თბილისელებს. განსაკუთრებით თბილისში პროექტების შერჩევა მოხდა სწორედ იმ გენერალური გეგმის, სატრანსპორტო გენერალური გეგმის მიხედვით, რომელიც დღეს ჩვენ წარმოვადგინეთ. ანუ ჩვენ პროექტებს როგორც წესი აზიის განვითარების ბანკის მიდგომა ზოგადად ურბანული ტრანსპორტის სფეროს მიმართ არის ფართო კონტექსტში შესწავლა ქალაქის მოულოდნელი არქეოლოგიური აღმოჩენა კახეთში. გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში ღვინის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მთის ფერდობი ჩამოიშალა, რის შედეგადაც ნამოსახლარი გამოჩნდა. ადგილზე სპეციალისტები ჩავიდნენ. მათ სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთი, თიხის ჭურჭელი და ობსიდიანის ნატეხები იპოვეს, რომლებიც წინასწარი ინფორმაციით ბრინჯაოს ხანას ეკუთვნის. ნამოსახლარი მიწის 3 მეტრიანი ფენით არის დაფარული. სპეციალისტები ტერიტორიის მეცნიერულ შესწავლას იწყებენ. ძალიან საინტერესო ეს ფაქტი, მე გამიხარდა, რომ ეს აღმოჩენა მოხდა. როგორც ვიცი, ეს ბრინჯაოს ხანას ითვალისწინებს ეს პერიოდი და ვფიქრობ, რომ აუცილებლად საჭიროა სპეციალისტებმა შეისწავლონ ეს. ეს არის ძირითადად ნამოსახლარი, უძველესი ნამოსახლარი. აქ არის კულტურული ფენები, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით კერამიკის ფრაგმენტებს, თიხის ჭურჭლის ნატეხებს, აგრეთვე ობსიდიანის ანატკეცებს, მათ შორის ზოგიერთი მათგანი არის დამუშავებული ობსიდიანის ნატეხები და არის ნახშირი ძალიან დიდი რაოდენობით ამ კულტურულ ფენებში. პოლიტიკური მოძრაობა თავისუფალი საქართველო პარლამენტში ალტერნატიული საარჩევნო კოდექსის შეტანას გეგმავს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ კახა კუკავამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პარტიის მიერ შემუშავებული საარჩევნო კოდექსის მოდელი უკვე დარეგისტრირებულია და ამჟამად მოძრაობის წევრები ხელმოწერებს აგროვებენ. 30,000 ხელმოწერის მოგროვების შემთხვევაში პროექტი განსახილველად პარლამენტს გადაეცემა. როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია, დავიწყეთ უკვე 30,000 ამორჩევის ხელმოწერა და თქვენ იცით, რომ კონსტიტუციის თანახმად 30,000 ამორჩევის უფლება აქვს პირდაპირ მიმართოს საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორედ ღია პროცესი, საზოგადოების მხარდაჭერილი პროცესი არის წარმატების წინაპირობა და არა პროცესი დახურული და პროცესი კულუარული. ინგა გრიგოლიას დღევანდელი ბრიფინგის თემა ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტი იყო. გრიგოლიას თქმით, ქრისტიან-დემოკრატებმა გაარკვიეს იმ ადამიანების ვინაობა, რომლებმაც მოძრაობის წევრებს დღეს მოსახლეობასთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მისცეს. საკრებულოს დეპუტატმა ფოტომასალაც წარადგინა. მისი მტკიცებით, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებსა და ქრისტიან-დემოკრატების წევრებს შორის დაპირისპირება იმ დროს მოხდა, როდესაც ისინი ისანი სამგორის რაიონის მოსახლეობას ხვდებოდნენ. ველიცკის ციხში მოვარდნენ იქ ნაციონალური მოძრაობის ზონდერ ბრიგადის წარმომადგენლები, რომლებიც დაახლოებით ისე იქცეოდნენ, როგორც იქცევიან ხოლმე სპეცნაზელები. ისინი კატეგორიულად მოითხოვდნენ ხალხისგან, სასტრაფოდ დაშლილი იყვნენ. აქვე ისმოდა ასეთი ფრაზებიც, რომ ეს არის ხვიჩა სანაიას უბანი, რომ უბანი პატივს სცემს ხვიჩა სანაიას და მისი სამეგობრო არ დაუშვებს, რომ სანაიას კრიტიკა მოხდეს. აქ არაფერ შუაში არ არის თვითონ პარტია, ჩვენს ხშირად დავდივართ მოსახლეობასთან და ძალიან ხშირად გვიწევს განსხვავებული აზრის მოსმენა და მათ შორის კრიტიკულიც კი. და ახლა რამდენი ინგა გრიგოლიას ფანზე გამოჩნდება იმ შემთხვევაში ჩვენ პრესკონფერენციები მოვაწყოთ და გვეთქვის კრიტიკულ სიტყვებს, მე ვფიქრობ, რომ ეს არის არასერიოზული. სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე დეველოპერული კომპანია აქსისი მომხმარებელს მომსახურების სრულ პაკეტს თავაზობს, რაც სამშენებლო კომპანიასა და ბანკებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს. აქსისმა მშენებლობისას თანამედროვე არქიტექტურა, მშენებლობის უმაღლესი ხარისხი, პროექტის ზუსტი ბიუჯეტირება და სწორი მენეჯმენტი უნდა უზრუნველყოს. ბანკები კი თავის მხრივ ვალდებულები იქნებიან პროექტის სრულად დააფინანსონ და მომხმარებელს იპოთეკური სესხის მიღება გაუმარტივონ. აქსისის ამჟამად მიმდინარე 7-ვე პროექტში მომსახურება სწორედ ამ მოდელით ხორციელდება.
აქსისის მენეჯმენტი აცხადებს, რომ ამ მოდელის დანერგვას და დეველოპმენტში ვითარების გაჯანსაღებას სახელმწიფოსა და თბილისის მერიის მიერ განხორციელებულმა პროექტებმა შეუწყო ხელი. მომხმარებელი იღებს დეველოპერისგან და ბანკისგან მომსახურების სრულ პაკეტს, სრულ შესაძლო შეთავაზებების ერთობლიობას. ეს არის ბანკის მხრიდან ობიექტის სრული დაფინანსება, არის გამარტივებული და იაფი იპოთეკური კრედიტი და კლიენტის სრული შემთხვევაში ეს არის საბანკო გარანტია. ჩვენი მხრივ ჩვენ კლიენტს ვაწვდით ხარისხიან მშენებლობას, თანამედროვე არქიტექტურას, პრესტიჟულ და საცხოვრებლად კარგ ადგილებს. ამ პროექტმა მოახერხა ის, რომ პირველ ორ ეტაპზე ცოტა განსხვავებული დიზაინი ჰქონდა აღნიშნულ პროექტს 22 კომპანიამ შეძლო განაეხლებიათ ის პროექტები, რომელიც დაწყებული ჰქონდათ და ამ ეტაპზე ის ახალი ფორმულა, რომელსაც ჩვენ თავაზობთ სამშენებლო სექტორს, ეს არის ძალიან მიღებული, ძალიან მისაღები ყველასათვის. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მერია გამოდის გარანტორის სახით. ქართულმა ფოლადმა სტიპენდიატები გამოავლინა. წლის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის 10 სტუდენტი მიიღებს. კონკურსში, რომელიც 3 ტურად გაიმართა, მონაწილეებს ბიზნეს გეგმები უნდა წარედგინათ. პირველობაში, რომელიც უკვე მეორე წელია იმართება და ტრადიციად იქცა, 800-მდე სტუდენტი მონაწილეობდა. ფინალში კი 31 ნაშრომი გავიდა. ამით ჩვენ გვინდა წავახალისოთ ქართული საზოგადოება, ქართული მომავალი ამ ქვეყნის ისწრებს, რომ ყველა მეცოდეს საქართველოში ცოდნა ფასობს. ესეთი სახის პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის, რადგან ახალისება ერთი მხრივ და მეორე მხრივ სტუდენტურ წამოწყებს და ბიზნეს იდეებს ხარდაჭერისთვის ძალიან კარგია აღნიშნული პროექტები. არტგენი მოგზაურობას განაგრძობს. ამჯერად ფესტივალს რუსთავი მასპინძლობს. ფოლკლორულ ღონისძიებაში დილიდან ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი მონაწილეობდა. სცენაზე ერთმანეთს ფოლკლორული ანსამბლები ენაცვლებოდნენ. კონცერტის პარალელურად ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო. დღევანდელ საღამოს კი ჯგუფ რეგიონის კონცერტი დაასრულებს. 26 ივნისს არტგენს ფოთი უმასპინძლებს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს ფესტივალი არტგენი 2011 გრძელდება ქალაქ რუსთავში. ჩვენ ძალიან დილას ადრე ჩამოვედით ორგანიზატორები და აქ იმდენი ხალხი დაგვყვა დილის 8 საათიდან წვრიდან, რომ ისინი ყოველ საათში იზრდებიან. არტგენი არის ჩემი საყვარელი ფესტივალი და ძალიან მიხარია, რომ დღეს რუსთავში ჩამოვიდა და ხდება ის, რაც ხდება, ხედავთ რამდენი ხალხია, მთელი რეგიონი წარმოდგენილია და მთელი საქართველოა წარმოდგენილი. თქვენ ხედავთ როგორც ლაურად და როგორც ჭიქებს ქართული სული. ჩვენი გამოშვება ამით დასრულებულია. დღის მთავარი სიახლეებით კურიერი უკვე 9 საათზე დაბრუნდება.